მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მედია პროექტს სოხუმური ბრეხალოვკა. დღევანდელი ბრეხალოვკის სტუმარი გახლავთ სოხუმელი გოჩა გვარამია, რომელიც მოგუყვება სოხუმურ ამბებს და გაიხსენებს მის სტუდენტურ მოგონებებს. სასიხარულოა თქვენი ხილვა ჩვენს ვირტუალურ ბრეხალოვკაში. მინდა რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხოს სოხუმურ მოგონებებს, იმ ლამაზ დღეებს, რომლებიც ჩვენ გვიტარებია აფხაზეთში. ბრეხალოვკა ზოგადად სოხუმში იყო აღქმული ისეთ ადგილად, სადაც განიხილებოდა აბსოლუტურად ნებისმიერი საკითხი დაწყებული საყოფაცხოვრებო საკითხებიდან დამთავრებული გლობალური პოლიტიკით. სადაც ასაკობრივ ზღვარსაც და ცენს ადგილი არ ქონდა და მიუხედავად იმისა, რომ სოხუმში არსებული მრავალი ასეთი კაფე დავარქვათ, სადაც ყავას ძირითადად ის მაინც ყავის ირგვლივ იკრიბებოდა ხალხი და ნაყინის ირგვლივ, ბრეხალოვკა იყო ის ადგილი, სადაც პრაქტიკულად ყველა გადიოდა ამ ტერიტორიას, მოიკითხავდნენ ერთმანეთს და მერე მიდიოდა სულ ყველა თავთავის, ასე ვთქვათ, შეკრების ადგილას. ტურბაზელებს თავიანთი შესაკრები ადგილი ჰქონდათ ქალაქში, რამოდენიმე ადგილი იყო, ყველას თავისი იყო, პინგვინი, აფხაზია რესტორანი, სანაყინე ყავა, სადაც იყო იქ, თავისი იყო სანამ დაიწვებოდა, რა თქმა უნდა. მაგრამ იყო ზაფხულის კაფე, აფხაზია კიდე. ის ცოტა ზურგს უკან იყო მიყრუებულად და ზუსტად აი ბრეხალოვკის მოპირდაპირე ტერიტორიაზე ცოტა ზევით იყო ბარმალეიკა, იმასაც თავისი კლიენტურა ყავდა. მაგრამ ქალაქში იყო ისეთი სამეგობრო ურთიერთობა, რომ პრაქტიკულად მიუხედავად ასეთ სიტუაციისა, ყველგან ყველა მასპინძელი იყო რა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სამწუხაროდ იქ ბრეხალოვკა სხვა ადგილს დაარქვეს, რომელსაც კოფე უაკოპა ეწოდებოდა ომამდე. თეატრის წინ იყო ძველ პრიჩალთან, ფოტოჟურნალისტ არც იქ იყო ურიგო ყავა, მაგრამ ისეთი განხილვა და ცოცხალი ურთიერთობა, როგორც ბრეხალოვკაზე იყო, ისე არსად არ იყო რა. მიუხედავად იმისა, რომ პინგვინი ყველაზე ცნობილი ადგილი იყო, სადაც ზღვის სანაპიროზე იყო, პირდაპირ კიბეები ჩადიოდა წყალში. ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი ის იყო. ნიშანდობლივია ისიც, რომ ყველა კაფეს ყავდა თავისი კოლორიტი პიროვნება რა. აი ახლა პინგვინში ეს კოლორიტები ძირითადად იქ იყრიდნენ თავს, ესეთ მე არ ვამბობ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებზე რა. ეს იყო ასეთი მარადონა, რომელიც სულ შიშველი დარბოდა შორტებში, ქვებ ჩამოკიდებული. იყო სვაბოდა, რომელიც საკმაოდ ისეთი ამაყი პიროვნება იყო რა, მიუხედავად იმისა, სხვანაირად უყურებდნენ მას, მაგრამ ყველა პატივს სცემდა. ბარმალეიკას ყავდა გიტლერას ვეძახოდით, სხვათა შორის საკმაოდ განათლებული პიროვნება იყო. გერმანული და ფრანგული იცოდა ზედმიწევნით. ერთი ისტორია უნდა გავიხსენო, ეს 80-იანი წლებია. გერმანიიდან, გდრ-დან იყო დელეგაცია ჩამოსული და ამან გერმანული საუბარი რო გაიგო, მივიდა და გერმანულად დაუწყო ლაპარაკი. ამ დროს სამხედრო და პაპანაკება ზაფხულია და შინელში დადიოდა, მაშინ იმ ზაფხულში და შინელში დადიოდა. და ისეთი გამართული გერმანული დაუწყო საუბარი, ისინი დაეჭვნენ ეს უშუალოების მოგზავნილი არ იყოსო ვინმეო და რო კითხეს რა ქვიაო და გიტლერას მეძახიან და გიტლერ კაპუტ გაგიჟნეს მოგზავნილი არ იყოსო რა. სადგურთან იყო ლედნიკს ეძახოდით იმ კაფეს, ღია კაფე იყო და იქ საკმაოდ ქარი უბერავდა ყოველთვის. ზაფხულში არაჩვეულებრივი სიგრილე იყო, მაგრამ ზამთარში იქ ვერ გაჩერდებოდი, ამიტომ უკვე მას ლედნიკი შევარქვით. და იქ იყო ერთი ეროვნებით სომეხი ბიჭი, გარიკა, რომელიც მუშაობდა სამშობიაროში, იქვე გვერდით იყო ამ კაფესთან, ეს სამშობიარო და მაგარი გოგოების თუქსუსი იყო, გოგოების მას ჯგუფს რო დაინახავდა, იქ სტუდენტები დადიოდნენ გვერდით, ყავის დასალევად აქ მოდიოდნენ. მიუჯდებოდა და ვითომ ყავაზე მკითხაობდა რაღაცა და ფულსაც აკეთებდა იქ. ისეთ ისტორიებს უყვებოდა თითქოს ეს გზაგელოდება, შეყვარებული ყავს, ზარსელოდები, ისეთ ჩაუხვევდა ხოლმე. გოგოები გიждდებოდნენ მაგის კამპანიაში. გარეთ მოდი ჩვენც გვიმკითხავეთ და მაგიდიდან მაგიდაზე გადადიოდა. და დაახლოებით 1 საათში, 2 საათში ერთ თუბანს გააკეთებდა ადგილზე რა. ასეთ ნიუანსური ქალაქი იყო. ბორის ადლეიბა ყველა მიცის ახლა აფხაზეთში. საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი და პირველი კაცი იყო აფხაზეთში. და მისი შვილები და ორი ბიჭი ყავდა, ერთ-ერთს ასტამურს ვიცნობდი რა, ისე ქალაქიდან ახლა ძმაკაცები და ისინი არ ყოფილვართ, მაგრამ აი ესეთი უბრალო ბიჭი იყო, რომ უბრალო ადამიანი იყო, რომ
გარეშე თვალი ახლა ვინც არ იცნობდა ვინ იყო ვერც კი მიხვდებოდა რომ ეს ობკომის პირველი მდივნის შვილია რა ესეთი უბრალო ურთიერთობებში აფხაზები ქართველები სომხები კაცი შვილი არ ვკითხულობდით ვინ რა ეროვნების იყო რა ეხლა ჩვენი პლიადა კონკრეტულად ჩემი პლიადა მეგობრობდით სკოლების მიხედვით რა აი მე პირველ სკოლაში ვსწავლობდი ხო ჩვენ სამეგობრო თაობები იყო პირველი სკოლა მეორე სკოლა, მეხუთე სკოლა, ქალაქში ვხედავდით ერთმანეთს, უნდა გვცოდნოდა ერთმანეთი და სკოლების მიხედვით მეგობრობდით რა, თაობებზე გადადიოდა ეს მეგობრობა. აი პირველი, მეორე რუსული სკოლა იყო, მეათე აფხაზური სკოლა იყო, მე-11 ქართული სკოლა იყო, მე-11. აქეთ მე-17 სკოლაშიც ყავდა თაობების ისა რა ქვია, ანუ სამეგობრო წრე და ამათ როცა ხვდებოდით ერთმანეთს არავინ არ ეკითხებოდა, იქ აფხაზური სკოლაა და რაცა, პროსტა ბატალ პრივეტ, დაურ პრივეტ, გოჩა პრივეტ, კახა, სერგო, არტურ და ერთმანეთს ვასწრებდით გადახდას რა პატივისცემის ვარიანტში. სოხუმს ჰქონდა თავისი წესები. ერთი ნიუანსი იყო კიდე ზოგჯერ იყო როფული არ ყოფნიდა რა. და არა და დალევა გინდა ახლა кейფი გინდა გააგრძელო რაღაცა და რო ხედავდი რომ იქ ცოტა ყარათ იყვნენ აქედან 2 ბოთლს გაუგზავნიდი იქიდან 4 მოდიოდა. სოხუმში ზოგადად აი ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვიყავით და არც ვართ დღესაც. აი მე მაგალითად ჩემ შვილს აი მზიზღით რო ის აფხაზია მტერია, სომეხი რაღაცა მტერია, ამას მე არ ვზდი ჩემ შვილს ასე. და მე მაგას ვეუბნები რომ ჩვენ სოხუმში დაბრუნება იქნება აუცილებლად. იქ ურთიერთობა არის ადამიანებს შორის ურთიერთობა. თორე ქვა, რკინა, კედლები აქაც ვართ და არ გვაწვიმს, არ გვათობს. მაგრამ აი ეს ურთიერთობა, ის საზოგადოება აი ეს სიყვარული რომელიც იყო ნუ შეიძლება 100%-ით ისეთივე ვერ აღდგეს ყოველ შემთხვევაში თავიდან მე უკვე ეს თაობების დამსახურება იქნება იქ როგორ ჩამოყალიბდება ყველაფერი მაგრამ მაინც მჯერა რომ სადღაც 80%-ით მაინც ის ძველი რაღაცა ურთიერთობა და ის დაბრუნდება რა ნათესავები ვიყავით შეურერეული ოჯახები კი არა ნათესავები ვიყავით ერთმანეთის სისხლი ხორცი რამოდენიმე თაობა მოდგმაში გადადიოდა ეს გენეტიკური ნათესაური კავშირები მაგრამ ნუ სამწუხაროდ მოხდა ის რაც მოხდა და რაც მოხდა ამას ჩვენ ვერ შევცვლით. ახლა მე ძმა მყავს იქ დაღუპული, ხო? მე ხლა შურით, რაღაცა ამ ბოღმით მე რა ჩემ ძმას გავაცოცხლებ, ვერ გავაცოცხლებ. ისიც ვერ გავაცოცხლებს თავის დაღუპულ ნათესავებს, ძმას, მეზობელს, იმასაც, მაგრამ ერთი ხო ფაქტია, ჩვენ გვინდა არ გვინდა, ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით და მაინც ერთად და რაც შეიძლება ჩვენმა თაობებმა უნდა მოახერხონ ეს. აი ვინც უშუალოდ მონაწილე ვიყავით მოვლენებში გვაქვს მონაწილეობა მიღებული და აი მეომრებზე მაქვს მე საუბარი და არა სამხედრო დამნაშავეებზე. მე მჯერა რომ მაინც მოვძებნით საერთო ენას, იმიტომ რომ ღირსებით მატარებელი ადამიანები ყოველთვის აი შერიგებისკენ არიან მოწყდებულები და ვინმე რომ ომით ტრაბახი დაიწყოს მე მაგათი არ მწამს. იმიტომ რომ ვისაც ომი გამოუვლია და იცის ეს რა ფასად ჯდება, მას ომი არასდროს არ უნდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბუჩქებში დაიმალება რა. აუცილებლად უნდა შევრიგდეთ, აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ, აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი. რა ვიცი, ეს არ მინდა მარტო მოწოდება იყოს, ეს მართლა ასე უნდა გვწამდეს და ასე გვწამს. უბრალოდ ალბათ არ არის საკმარისად გასული. ჩვენ ამით ვასრულებთ დღევანდელ შეხვედრას. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.